მეგობრებო, მოგესალმებით. გისურვებთ ნაყოფიერი და წარმატებული კვირის დასაწყის. დღეს ორშაბათი დღეა და მოდით შევხედოთ და გავიაროთ ჩვენი კვირის არკანის ენერგია და მოდით ვნახოთ ამ ერთი კვირის მანძილზე როგორ ენერგიებს შეიტრიალებთ, რა გელოდებათ საინტერესო, რა გელოდებათ მნიშვნელოვანი, რა ენერგიებს იცხოვრებთ, რას გაფრთხილებენ ტაროს არკანები. დღეს ამას ჩვენ ყველაფერს შევაფასებთ. მას შესადამე ვარიანტი პირველი, თქვენი კვირის არკანის ენერგია და ვარიანტი მეორე, თქვენი კვირის არკანის ენერგია. ორ ვარიანტად ვიქნებით, რა თქმა უნდა. კარგად შეხედეთ ახლა ორივე ვარიანტს. პირველი ვარიანტი გვექნება კარგით, მოდით სოკოებით გავაკეთოთ. პირველი ვარიანტი ესეთი საყვარელი სოკო იქნება. მეორე ვარიანტი გვექნება ესეთი წითელი სოკო. ესეთი ორი ვარიანტი იქნება თქვენს წინაშე. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. კარგად დააკვირდით ახლა ორივე ვარიანტს, კარგად შეიგრძენით ორივე ვარიანტი. კარგად შეაფასეთ ორივე ვარიანტი და რომელი ვარიანტიც ყველაზე მეტად დაგიძახებთ, ყველაზე მეტად მიგიზიდავთ, ზუსტად იქ არის თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი და აქტუალური ინფორმაცია ამ ერთი კვირის ენერგიების ირგვლივ. მას შესადამე იმედია ორივე ვარიანტი კარგად დაინახეთ. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით, ვიც ვერ მოვასწარეთ და აპაუზეთ ეკრანი და დავიწყეთ. ვარიანტი პირველი. ნახოთ თქვენი კვირის არკანის წამყვანი ენერგია რა იქნება. და ეს არის არკანი განდეგილი, ჩემო ძვირფასებო. ალბათ ძალიან ინტენსიურად შემოვა, ცით როგორი ენერგიები ამ ერთი კვირის განმავლობაში, ანალიზის ენერგიები, როდესაც გარკვეულ მოვლენებს, საკითხებს, მნიშვნელოვანს რა თქმა უნდა თქვენს რეალობაში უნდა შეხედოთ უფრო მეტად. სხვა კუთხით, უნდა შეხედოთ უფრო მეტად სიღრმისეულად, უნდა შეხედოთ უფრო მეტად ფილოსოფიურად. ხო, ანუ უნდა გამოხვიდეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი პრიზმის და ერთი ხედვის ვექტორიდან, უნდა გამოხვიდეთ მხოლოდ პირდაპირ შეფასების მდგომარეობიდან სიტუაციების და ჩაიხედოთ გარკვეულ სიტუაციებში, რა თქმა უნდა, რას თქვენ გეხებათ. უფრო მეტად სიღრმისეულად უნდა დაინახოთ, შეაფასოთ, იგრძნოთ. სიღრმისეულად უნდა დაელაპარაკოთ პირველ რიგში საკუთარ თავს იმ ყველაფერთან დაკავშირებით თუ რა არის ის მიზეზ-შედეგობრივობის მდგომარეობა, რაც ვთქვათ გაწუხებთ, რა მიიღეთ ამ წლის ბოლოს, რა არ მიიღეთ, რაში იყავით კარგი, რაში მოიკოჭლებდით, ხო? ანუ ამ ერთი კვირის განმავლობაში უფრო მეტად იქნებით განდეგილის, ანუ მარტოობის ენერგიებში, მაგრამ ეს მარტოობის ენერგიები იმას არ ნიშნავს, რომ მარტო იქნებით. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად თქვენი სურვილი იქნება ამ ენერგიებში ყოფნა, რომ უფრო მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი თავის ცხოვრების და წლის ბოლო ანალიზს, ხო? წლის ბოლო ანალიზს. თუ თავს მარტოდ იგრძნობთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, არ გაუწყრეთ პირველ რიგში არც სამყაროს და არც სხვა ადამიანებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოგეცათ იმისთვის, რომ განმეორდები მარტო ყოფნაში, დაფიქრებაში, ანალიზში უფრო მეტად პოულობს ადამიანი, რა თქმა უნდა, თუ ამას როგორც ზემოთ აღვნიშნე, მხოლოდ ერთი ვექტორით და მხოლოდ საკუთარი კომფორტის ზონის ვექტორიდან არ დაინახავს და შეაფასებს საკუთარ თავსაც ობიექტურად და ყველაფერს, ხო, აბსოლუტურად მოვლენებს, რაც მის ირგვლივ ტრიალებს და ეს აუცილებლად დაგეხმარებათ ეს მდგომარეობა. კარგით. კვირის ენერგიები განდეგილისათვის როგორი იქნება? პირველი ვარიანტი, კიდევ რა გელოდებათ საინტერესო? ხო. ნახეთ პირველი ვარიანტი რა გელოდებათ საინტერესო და მე თქვენ გეტყვით რა არის ეს საინტერესო და ესეთი გამოცდილება თქვენთვის.
რაც კიდევ ერთხელ ნახეთ, კიდევ ერთხელ ჩაგახედებთ საკუთარ სისუსტეებს თვალებში, ხო? ნახეთ, არის სიტუაცია, მდგომარეობა, როდესაც განსაკუთრებით აი დახურულ ჯგუფში ხშირად ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ კალენდარული ახალი წლის, ანუ 31 დეკემბრის დადგომამდე, როდესაც კალენდარულად 24-დან 25-ში გადავალთ, ხო, განსაკუთრებით თავს მოიყრის ერთგვარი კარმული მოვლენები, თან საკმაოდ აჩქარებული იქნება ეს ყველაფერი, ხო, დინამიური იქნება ეს ყველაფერი, რაც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ძალიან კარგად და ფართოდ დაინახოთ პრობლემა, რომელსაც ან თვალს არ უსწორებთ, ან რაღაცნაირად ცდილობთ, რომ კუდით გადაიყვანოთ 2025 წელს და როგორც იტყვიან, ყოველთვის გადადებული საქმე და გადადებული პრობლემა ათავისით არ მოგვარდება და ყოველთვის სჭირდება ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ წერტილის დასმა. თუ ეს წერტილი არ დაისვა, თუ ეს კარმული გაკვეთილი არ დამუშავდა, რა თქმა უნდა, ეს სცენარულად იტრიალებს და თან ეს ტრიალი იქნება უფრო და უფრო მეტად რთული სურათებით თქვენთვის, ხო? ნახეთ, ადამიანები თქვათ იმეც გვიცრუებენ, ჯერ ესეთი მცირე დოზით გვიცრუდება იმედები, მაგრამ რა ვშვებით, ხო, ადამიანები თვალებს ხუჭავთ, არ ვაქცევთ ყურადღებას, ან რაღაცნაირად მეორე დღეს გვავიწყდება, მერე ისევ მოხდება ისე, რომ უფრო მეტად გაგიცრუებენ იმედს, მერე კიდევ უფრო მეტად, ანუ რამდენჯერაც არ უპასუხებთ ამ ყველაფერს სათანადოდ და მაინც არ აქვს მნიშვნელობა ვიზი არის აქ საუბარი, მაინც იგივე სცენარით გაყვებით ყველაფერს, იგივენაირად ხელს შეუწყობთ საკუთარი თავის და საკუთარი მეს შევიწროვებას და იმედგაცრუებას და კომპრომისზე წასვლა ყოველთვის კარგი არ არის. კომპრომისი ყოველთვის ნიშნავს საკუთარი უფლებების, საკუთარი სურვილების, საკუთარი ნების შეზღუდვას, რაც ყოველთვის დისკომფორტი არის ადამიანისთვის როგორც მინიმუმ რა. აზერი ჩემო ძვირფასებო, ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ კიდევ ცხადად დაგანახებენ თქვენი და კონკრეტული ადამიანის ურთიერთობებს შორის გარკვეულ სირთულეებს. მიხვდით ხო, კიდევ ერთხელ ნახეთ, ეს სცენარი იქამდე იტრიალებს, სანამ რაღაცა არ შეიცვლება. სცენარი არ შეიცვლის თავის თანმიმდევრობას, თუ სცენარი, ესე იგი, თუ სცენარი არ შეიცვალა. შიგთავსი არ შეიცვალო, ყოველთვის იქნება ერთი და იგივე წრე, მიხვდით ხო? ამიტომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ისევ და ისევ დადგებით აი ამ ფაქტის წინაშე, შეიძლება ეხებოდეს. ნახეთ, ვინმე იმპერატორი არის აქ მთავარ როლში, იმპერატორი სამშაბლო კოშკი, ორიანების პენტაკლები. ნახეთ, ვინმე იმპერატორი, შვილი, უფროსი სამსახურში, მეუღლე, საყვარელი ადამიანი, პარტნიორი, არა აქვს ახლა ამას მნიშვნელობა, მაგრამ ეს არის მამაკაცის ფიგურა, რომელიც თქვენთვის ერთგვარ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს წარმოადგენს. ხო, შეიძლება გაიგოთ, რომ ამ ადამიანმა ისევ და ისევ ცუდად მოიქცა თქვენი მისამართით, ან რაღაცა გიღალატათ, არ გაამართლა თქვენი იმედები, მიხვდით ხო? და უცებ გაიგეთ ისეთი ახალი ინფორმაცია, რამაც კვლავ, როგორც იტყვიან, რაღაცნაირად უდიდესი ტკივილი მოვაყენათ. პირველი ვარიანტი არის ამის უდიდესი შანსი, რომ ეს ასე განვითარდეს, იმიტომ რომ თქვენ თვითონ არ ხართ დამუშავებული ამ საკითხში ბოლომდე და ამიტომ ჩანსის, რომ ამ სიბრაზის ფონზე მოგეცემათ, რა თქმა უნდა, არჩევანის საშუალება, გაიაროთ ეს ყველაფერი, გაატაროთ თუ თქვათ გაბრაზდეთ, ხო, ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მაგრამ ჩანს, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ძალიან გაბრაზდებით და რაღაცნაირად ეს ყველაფერი თქვენში ძალიან დიდი სიბრაზის ენერგიას წამოიღებს, რაც მაინც და მაინც კარგი არ არის, ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ
ყველაფერი ძველი და უარყოფითი უნდა დავტოვოთ 2024 წელს, ყოველ შემთხვევაში შევეცადოთ მაინც იმისთვის, რომ 2025 წელს ბევრად უფრო კარმულ გაკვეთილ გავლილები და ბევრად უფრო გაზრდილები გადავიდეთ, მაგრამ ნახეთ მთლიანობაში შეგრძნება მაქვს, რომ ისევ რაღაცა რუტინაში ატრიალებთ საკუთარ თავს. პირველი ვარიანტი და თითქოს არ გინდათ, ან ვერ გინდათ, მოდი ასე ვთქვათ, რომ სიმართლეს გაუსწოროთ თვალები და დაინახოთ ის, რომ არის კონკრეტული საკითხი, კონკრეტულ მამაკაცთან დაკავშირებით, რომელიც ან ვერ დაამუშავეთ აქამდე და რაღაცნაირად ეს ყველაფერი ისევ და ისევ ტრიალდება თქვენს რეალობაში. მიუხედავად იმისა, რომ გეძლევათ ამ ერთი კვირის მანძილზე ანალიზის საშუალება, მაინც ვფიქრობ, რომ სცენარულად ისევ ჩატრიალდებით ამ ყველაფერში და მაინც გაივლით ამ არასასიამოვნო ენერგიებს, ხო, გაივლით ამ არასასიამოვნო ენერგიებს. შეიძლება აქ ვერ იყოს მცდელობა ვთქვათ შერიგების, მაგრამ თქვენ თვითონ ნახეთ, თქვენ თვითონ აღარ მოგწონთ ეს ყველაფერი, თქვენ თვითონ აღარ გსიამოვნებთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იცით, რომ ეს ყველაფერი რაღაცა დროის განმავლობაში გაუთავდება და მერე ისევ აირევა, ხო? ანუ ადამიანის დამოკიდებულება ისევ შეიცვლება, ხო? იმიტომ რომ სიტუაცია არ წყდება და არ იცვლება თქვენსა და კონკრეტული ადამიანის მიმართ. გაფრთხილება ვნახოთ ამ ერთი კვირის მანძილზე პირველი ვარიანტი. გაფრთხილება. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ჩართოთ საკუთარი თავი, უფრო მეტად თქვენს იცით რაში, თქვენ საქმეში, ის რაც გიყვართ, ის რაც გაბედნიერებთ, ხო, მეტნაკლებად ის რაც სიამოვნებას გგვრით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ყველაფერთან ერთად ეცადოთ, რომ მაქსიმალურად შეძლებს დაგვარად თქვენი პოზიციები ადამიანებთან მიმართებაში უფრო მეტად მტკიცე და გასაგები გახადოთ რა. იმიტომ რომ იქამდე სანამდეც იმერყევებთ, ეს არ მოგცემთ გასაგებ მდგომარეობას იმ რეალობაში, რომელიც ხართ და კიდევ გირჩევენ იმას, რომ მეტად ორიენტირდით თქვენ სამუშაო პროცესებზე, თქვენს ფინანსურ ენერგიაზე, თქვენს შესაძლებლობებზე და თქვენს მაქსიმალურ ჩართულობაზე იმ პროფესიასთან მიმართებაში, რასაც აკეთებთ და არ აქვს მნიშვნელობა რა არის ეს. და გაფრთხილება არის ის, რომ თუ უფრო მეტად აი ამ სიბრაზეს, ამ ენერგიას პირიქით სამსახურში და ამ მთელ ყურადღებას და ფოკუსს თქვენს თვით განვითარებაში და შემეცნებისკენ მომართავთ, ხომ? ნამდვილად ძალიან კარგი პერსპექტივები არის იმისთვის, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწიოთ ამ ყველაფერში და ეს წარმატება სხვათა შორის საკმაოდ საგრძნობი და საკმაოდ შესამჩნევი იქნება თქვენთვის. არ იქნება ეს ძალიან ისეთი პატარა წარმატება, არა, ეს იქნება თქვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანი, ამიტომ ეცადეთ, რომ თქვენთვის ამ ერთი კვირის მანძილზე გააკეთოთ სწორი დასკვნები, სწორად დაწონდაწონოთ ყველაფერი შეაფასეთ, ყველაფერი საკუთარ თავში დაინახეთ ობიექტურად, სად არის თქვენი სისუსტე, რას ვერ ელევით, რას ელევით, სად რატომ და რისთვის ხევთ საკუთარ მეს უკან და რატომ გადაგაქვთ ხო პრობლემა იქით წელს ხო 2025 წელში რატომ მიგაქვთ ეს პრობლემა, რატომ მიაჩვეჩებთ ამ ყველაფერს ხო იქით, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი, რომ ადამიანმა ფიზიკურ დონეზე ადგე და წახვიდე და რაღაცნაირად ასე გამოხატო საკუთარი, ვთქვათ, არჩევანი, თუმცა ესეც გამოსავალია, რა თქმა უნდა. ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ადამიანი თვითონ შიგნით მიიღებს გადაწყვეტილებას და მორჩა. ადამიანი, რომელიც შიგნით იღებს გადაწყვეტილებას და შიგნით ჭრის ამ წითელ ლენტს, როგორც იტყვიან და საკუთარ თავთან აქვს ეს აღნიშნული, რომ მე აქ აღარ დაუბრუნდები, ან მე აქ აღარაფერი აღარ მესაქმება, ან მე ეს დავამთავრე, ხო? აი წითელი ლენტის გაჭრა ხო არის ეს სადღესასწაულო ის, აი ესე რომ გაჭრით საკუთარ თავთან, აი ამ წითელ ლენტს და რომ შეიქმნით ამ სადღესასწაულო განწყობას, რომ აი გარკვეული სიტუაცია ჩახურეთ და მორჩა და უკან უკვე თქვენ აღარაფერი აღარ გესაქმებათ. აი ეს როდესაც იქნება, უკვე ადამიანები თავისით
მოძურებიან თქვენ სივრცეს და თქვენს რეალობას, ისე რომ ამის ხმამაღალი ჩხუბის, ყვირილის და დემონსტრაციების გარეშეც კი ადამიანები იგრძნობენ, რომ თქვენ ისინი აღარ გაინტერესებთ და ის თქვენთვის აღარ არის აქტუალური და მნიშვნელოვანი. იცით რა არის? ადამიანი სანამ ყვირის და ადამიანი სანამ ემოციას აძლევს კონკრეტულ ადამიანს, ესე იგი ეს მისთვის მნიშვნელოვანია და კარგად დააკვირდით თქვენს რეალობაში, ვინ იღებს თქვენს ამ დადებით ემოციას და პოტენციალს და ვინ არ გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენი ცნობიერი, თქვენი პროფესიული განვითარება აიყვანათ უფრო თუნდაც მაღალ საფეხურზე და კიდევ უფრო მეტად ძლიერი გახდეთ იმაში, რაშიც ხართ. აი ეს არის პირველი ვარიანტი, თქვენი კვირის არკანის ენერგია, დაგემშვიდობებით შემოძვირფასება და გადავედით ვარიანტი 2-ზე. შესაძლოა ვარიანტი 2, ვინც აირჩია წითელი სოკოები, მოდით ვნახოთ თქვენთან რა ტენდენციები იქნება ამ ერთი კვირის მანძილზე, რა გელოდებათ საინტერესო. მეორე ვარიანტი, თქვენი კვირის არკანის ენერგიები. ნახეთ, განდეგილი იყო პირველი ვარიანტი და თქვენთან არის ქურუმი ქალი. ეს თქვენ ხართ შემოძვირფასება, ეს თქვენ ხართ. საკმაოდ გაზრდილები ცნობიერად, საკმაოდ შეცვლილები, საკმაოდ სიღრმისეულად და შეიძლება ითქვას ფუნდამენტალურადაც რაღაც გარკვეულ საკითხებში უკვე მიღებული გაქვთ გადაწყვეტილება, უკვე იცით საით არის თქვენი გზა, იცით საით არის თქვენი მიმართულება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ერთი კვირის მანძილზე, განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება საკუთარ სიზმრებს, მეორე ვარიანტი, საკუთარ ინტუიციას, იმიტომ რომ ძალიან გექნებათ არა მხოლოდ ინტუიცია განვითარებული არა, ძალიან წინასწარმეტყველური იქნება თქვენთვის თქვენი სიზმრები და თქვენი შეგრძნებები ამ ერთი კვირის მანძილზე. გამიგეთ ქურუმი ქალი, ასე რომ მეორე ვარიანტი, თქვენი არკანის ენერგია იქნება კვირის არკანის ენერგია და ხა ჩავყვებით კიდევ ქვემოთ სიუჟეტურად ვნახავთ რა იქნება. არის უმთავრესი ის, რომ მოусმინოთ ინტუიციად, მოусმინოთ სიზმრებს, შეგრძნებებს და აჩვენებს აი იმ დასკვნით მდგომარეობას, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდეთ და კიდევ უფრო მეტად შეიცვალეთ და კიდევ უფრო მეტად ბევრ საკითხს და ბევრ მდგომარეობას მიხვდით, მოუძებნეთ პასუხი და ახალი ენერგიებით გადადიხართ თითქოს 2025 წელში უფრო მეტად ეზოთერიულ შემეცნებით ინფორმაციას გულისხმობ ამ შემთხვევაში მეორე ვარიანტი. ვიდრე მაგალითად რაღაცა ყოფიერ მატერიალურ საკითხებზე, ხა აქ ნაკლებად არის საუბარი. კარგით. შესაძლოა ნახოთ რა ელოდება ქურუმ ქალს ამ ერთი კვირის მანძილზე. რაცა ძალიან დიდი გაუგებრობები დასრულდება. ძალიან დიდი გაუგებრობები დასრულდება. ნახეთ შემოძვირფასება, რა იქნება თქვენთვის ამ ერთი კვირის მანძილზე აქტუალური და მნიშვნელოვანი. პირველ რიგში გეტყვით, რომ თქვენთვის გარკვეული გაუგებრობა, გარკვეული თემა, რომელიც არ წყდებოდა თითქოს, ვერ პოულობდით ამ ყველაფერში ბალანსს, ვერ პოულობდით გამოსავალს, იმიტომ რომ ფიქრობდით, რომ არ იყო ამ ყველაფერში გამოსავალი. და ფიქრობდით, რომ ამ ყველაფერში თითქოს გზააბნეული, როგორც იტყვიან, გზააბნეული პატარა ბავშვით იყავით უღრან ტყეში, რომელიც ვერ ხედავ და ვერანაირ გამოსავალს, აი ეს რთული პერიოდი ნამდვილად დამთავრდება და თქვენთვის, როგორც იტყვიან, უღრანი ტყის ბოლოს აუცილებლად დაინახავთ გზას, რომელიც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მიხვდეთ თუ რაში არის, ასე ვთქვათ, რაში იყო თქვენი მთავარი პრობლემა, იქამდე რომ აი ეს ყველაფერი გაგევლოთ, ეს ყველაფერი შეგესწავლათ, ეს ყველაფერი გაგიაზრებინათ და გასულიყავით ამ ყველაფრის ფინალში. ანუ მთავრდება ძალიან ისეთი რთული პერიოდი. ძალიან რთული პერიოდი გიმთავრდებათ ცხოვრებაში, აი ეს შემიძლია გითხრათ.
დიდი ხანია შესაძლო ელოდებოდით ამის გადაჭრას და გადაწყვეტილებას. ძალიან დიდი ხანი შეიძლება ფიქრობდით, რომ არ არსებობს გამოსავალი. მაგრამ მიხვდებით, რომ გამოსავალი ამ ყველაფერში ნამდვილად არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მაინც გექნებათ თითქოს მომენტები, რომ არ გჯერათ თითქოს საკუთარი თავის, არ გჯერათ საკუთარი ენერგიების, არ გჯერათ საკუთარი წარმატების, ხო, მაგრამ აუცილებლად ყველაფერი გადაიჭრება და გადაწყდება თქვენ სასიკეთოდ, პირდაპირ გეუბნებით. არა, თუ მაგალითად აქ ყველას არ ეხება, მაგრამ საქმე კიდე ეხებოდა საბუთებს, იურისპრუდენციას, რამე ტიპის პროცესებს, ყველაფერს რაც იყო დაკავშირებული, ვთქვათ, უფრო მეტად საბუთების, ფურცლების კანონის ნაწილში ეს ყველაფერი გადაწყდება თქვენს სასიკეთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ამის შეიძლება თქვენ არ გჯეროდეთ იმ მომენტში და ვერ ხვდებოდეთ, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც აქამდე ეს ასე იყო საჭირო და მიხვდებით, რომ ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდა და მიხვდებით, რომ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც თქვენთვის უმჯობესი და უკეთესია, ხო? ათიანების პენტაკლების დედოფალი, სამიანების კვერთხები. ამ ყველაფრიდან, ამ ტრანსფორმაციიდან, ამ ცვლილებებიდან გამოხვალთ ძალიან განახლებული, თვითქმარი და ძალიან ბედნიერი და ძალიან ძლიერი და ლამაზი ენერგიებით, ხო? თითქოს ძალიან დიდი ტვირთი მოგწყდებათ მხრებიდან, რომელიც განმეორდები, რომელსაც შეიძლება ესე პირდაპირ არ დაიჯეროთ, რომ ეს შეიძლება მოვიდეს, დადგეს ეს რეალობა, მაგრამ ეს რეალობა აუცილებლად დადგება. და ამ ტვირთის მოწყვეტის შემდგომ ერთიანად იგრძნობთ, რომ რაღაცა ძალიან დიდი ძალა, თითქოს მხრებიდან მოიწყვეტეთ ეს ტვირთი და რაღაცა ძალიან დიდი ენერგია გამონთავისუფლდა, რომელმაც მოგცეთ იმის საშუალება, რომ ჩატრიალდეთ ისეთ სფეროებში, ისეთ სივრცეებში, რომლებიც თქვენთვის არის საინტერესო. თითქოს აქამდე არც мотиваცია ქონდათ, არც ენერგია, არც შემართება, მაგრამ ეხლა მოგეცემათ ამის ენერგიას, мотиваციას და შემართებას, რომ ახალში გადახვიდეთ. ჩაერთოთ, ასე ვთქვათ, საკუთარ უფრო მეტად დიდი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ფინანსებს, საკუთარ ჯანმრთელობას, საკუთარ ფსიქოემოციონალურ მდგომარეობას, საკუთარ გადაღლილობას, ხო, იმიტომ რომ ძალიან გადაიღალეთ, აქ ჩანს გადაღლილი ადამიანი, ხვდებით, ხო, თქვენი სახით, რომელმაც ძალიან ბევრი გაიარა, მოიხსნა ახლა ეს ტვირთი მხრებიდან და ახლა ადამიანი ანთავისუფლებს მთელ ამ დაბლოკილ პოტენციალს და ენერგიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი აფორტურას ბურბალი, ოთხენის პენტაკლები და ექვსიანების კვერთხები, ტყუილად არ დალოდები ხართ ამ ყველაფერს, ტყუილად არ ესე იგი არ გიცდიათ ამ შედეგისათვის, შედეგი აუცილებლად დადგება და დაჯამდება ზუსტად ისეთი, როგორიც თქვენ გინდოდათ. ანუ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიხვდებით, რომ ეს ტვირთი, რომელიც თქვენ ატარეთ და მერე მოიხსენით საბოლოო ჯამში, გახდება თქვენი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც 2025 წელში ძალიან დიდ გამარჯვებად გაყვებათ და ეს ნამდვილად ჩანს შემოძვირფასება, რომ რაღაცა ძალიან რთული პერიოდი მთავრდება გაუგებრობები, მთავრდება შინაგანი სტრესი, შფოთვები, ყველაფერი რაც არ გაძლევდათ მოსვენებას აქამდე, ეს ყველაფერი მთავრდება და მე ძალიან მახარებს და გაფრთხილება თქვენთვის მეორე ვარიანტი, გაფრთხილება რა არის თქვენთვის? ათიანების კვერთხები, არკანი შეყვარებულები და კვერთხების დედოფალი. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ყველაფერს, რაც შესაძლებელია რომ აიღოთ, ხო? ანუ დაინდეთ საკუთარი მხრები. ადამიანი ხართ, რომელიც ძალიან პასუხისმგებლიანია, მეორე ვარიანტი და უყვარს ყველაფრის მხრებით ტარება. ჩანს ეს ყველაფერი ძალიან ინტენსიურად, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მისნაირად მის გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს, მაგრამ აქ გირჩევენ, რომ იცით რა, ცოტა ჯობია რომ გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობას, ყველაფერს საკუთარ თავზე ნუიტვირთებთ და ეცადეთ, რომ
გვერდით თუნდაც დაიყენოთ ისეთი ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან, რომ შეგიმსუბუქონ ეს ყოფიერება და შეგიმსუბუქონ ეს ჯაფა იქნება თუ ჩართულობა იქნება თუ გადატვირთვა იქნება, რასაც მე აქ ვხედავ, ხო? ანუ არ არის უხერხული, რომ ვთქვათ, დაიხმაროთ ადამიანები ან რაღაცები უბრალოდ ისე გადაანაწილეთ, რომ ძალიან არ გადატვირთოთ თქვენი თავი. აი მას გეუბნებიან გაფრთხილებად და კიდევ იმას, რომ სწორ არჩევანს გააკეთებთ. ამ კვირის განმავლობაში სწორი არჩევანი, სწორი აქცენტები იქნება დასმული, რაც აუცილებლად გამოანთავისუფლებს თქვენში ნამდვილ თქვენს ძალას, თქვენს პოტენციალს და თქვენს ნამდვილ ჯადოქრულ მხარეს, იმიტომ რომ თქვენ იგრძნობთ ნამდვილად ამ ერთი კვირის მანძილზე, რომ თქვენ არ ხართ უბრალო ადამიანი, რომ თქვენ ხართ ნამდვილად თქვენი რეალობის ჯადოქარი და მიხვდებით, რომ ის სირთულეები, რაც გადაწყვიტეთ, რაც გადაჭერეთ ამ ხნის განმავლობაში, რომ არა თქვენი აი ეს უზარმაზარი ძალა, ენერგია, პოტენციალი და თქვენი აი ეს შემეცნებითი მხარე, რომ შემეცნებით და თუ დგებოდით პრობლემას და ცდილობდით, რომ პრობლემა უფრო მეტად არა ყოფიერ, არამედ ეზოთერიულ ჭრილში დაგენახათ, ხო? და მიზეს შედეგობრიობის პრინციპი გეტარებინათ, ხო? მუდმივად, რომ არაფერი ისე არ ხდება. აი ამან მოგცეთ იმის საშუალება, რომ ბევრად გაძლიერებული, ბევრად ნასწავლი და ბევრად დიდი და ბევრად გაზრდილი გადადიხართ ახალ 2025 წელში მეორე ვარიანტი და მე ვფიქრობ შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი ჯგუფის წევრები მიუხედავად იმისა, რომ ვეუბნები, რომ თქვენი ყოველდღიური არკანები და მთელი ეს ინფორმაცია, რომელიც გიზიარდებათ დახურულ ჯგუფში, კვირის ენერგიებს მაინც და მაინც ნუ მიაქცევთ თქო ყურადღებას, იმიტომ რომ თქვენ სხვა ტიპის ინფორმაცია გიზიარდებათ, უფრო თქო, ესეც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, იმიტომ რომ ჯგუფში აბსოლუტურად სხვა ვიბრაციებია, რა თქმა უნდა, მაგრამ აქედანაც შეიძლება, რა თქმა უნდა, ინფორმაციის ამოკრეფა ლოგიკური, არაფერი ცუდი ამაში არ არის, მაგრამ ინფორმაციულად, რომ არაირიონ ჩემი ჯგუფის წევრები და ვთქვათ, გვერდის გამომწერები, ყოველთვის ვეუბნები, რომ ნაკლებად, მაგრამ აი შეგრძნება მაქვს, რომ აი აქ ზის ჩემთან ზიან ჩემი ჯგუფის წევრები და ხა რაღაცნაირად ამაყობენ საკუთარი თავით, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი ძალიან გავს იმ ენერგიებს, რომლებსაც ჩვენ ბოლო პერიოდი აქტიურად განვიხილავთ ჩვენს დახურულ ჯგუფში. აი ესეთი სიტუაცია არის, ძალიან კარგია, მეორე ვარიანტი მომწონს. მომწონს თქვენი წარმატება, მომწონს თქვენი გამონთავისუფლებული ენერგია და პოტენციალი და მომწონს ორივე ვარიანტი, იმიტომ რომ ორივე ვარიანტი აჩვენებს უზარმაზარ შინაგან ძალას, ენერგიას და სურვილს, რომ შეცვალოთ თქვენი რეალობა კიდევ უფრო მეტად უკეთესობისაკენ და კიდევ უფრო მეტი ისწავლოთ, გაძლიერდეთ და შეიმეცნოთ. თქვენთან იყო არის და იქნება ნინო, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის და ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს და ეს სულ მალე მოხდება უკვე 2025 წელს ჩემო ძვირფასებო. მანამდე მინდა მოგილოცოთ ყველას, რა თქმა უნდა, დამდეგი კალენდარული ახალი წელი და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო ჩემო ძვირფასებო და 2025 წლიდან ახალი შემართებით, ახალი ენერგიებით დაგიბრუნდებით. ასევე არ დაგავიწყოთ, რომ მზის ადამიანს აქვს YouTube არხი, სადაც უფრო მეტად იტვირთება და იწერება ახალი საჯარო გაშრები, უგულისხმობ ინფორმაციულად, უფრო მეტად სხვადასხვა ტიპის გაშლები იქნება YouTube-ზე და იქნება აქ, ამიტომ იქაც გამომყევით, რადგან არ გამოტოვოთ თქვენთვის საინტერესო სიახლეები. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ მზის ადამიანს აქვს თავისი ეზოთერიული შემეცნებითი დახურული ჯგუფი, უკვე ეს არის ფასიანი ჯგუფი, რომელიც დღესდღეობით აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს და მზის კარი ქვია ამ დახურულ ჯგუფს, შეგიძლიათ მსურველები გაწევრიანდეთ, რა თქმა უნდა, თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ იყოთ დახურულ ჯგუფში, იქამდე სადამდეც გაგიხარდებათ. მე კი გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. შეხვედრამდე ნინო. თქვენთან იყო ძალიან დიდი სიყვარულით.